Მკლაძე ვარ. 4-4 დასრულდა ცხინვალის ლიახვისა და თბილისის სამხანაგური მატჩი გორის ცენტრალურ სტადიონზე. საფეხბურთო მატჩში მონაწილეობა ირაკლი ღარიბაშვილმა სიმბოლურად ორივე გუნდის შემადგენლობაში მიიღო და 3 გოლით გაიტანა. პრემიერის გარდა ფეხბურთს მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც თამაშობდნენ. თბილისის კარს პირველი ტაიმის განმავლობაში ალექსანდრე ჭიკაიძე იცავდა, მას არც ერთი გოლი არ გაუშვია. თამაშის დეტალებზე ნათია მღებრიშვილი საუბრობს ეთერში. მეორე ტაიმის დაწყების თანავე თბილისის გუნდის კაპიტანმა პრემიერ-მინისტრმა გადაინაცვლა უკვე ცხინვალის ლიახვის გუნდში. თამაშის დაწყების თანავე პირველი გოლიც გაიტანა ირაკლი ღარიბაშვილმა, სულ პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ თამაშში 3 გოლი გაიტანა. თამაში 4-4 დასრულდა. რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, თბილისის შემადგენლობაში მყოფ მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს ეხმარებოდნენ ასევე ცნობილი ფეხბურთელებიც. პირველი ტაიმში თბილისის გუნდის მეკარე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძეს, საკუთარ კარში არც ერთი გოლი არ გაუშვია. მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარები გააკეთეს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს და ისინი დღევანდელი ამხანაგური მატჩით კმაყოფილები არიან. ნაბიჯი იმისაგენ რომ ნდობა აღდგეს ჩვენ შორის. და მე მართლაც ძალიან გამიხარდა რომ ასეთი ჯანსაღი თაობა არის ჩვენი ოსიძმების წარმომადგენლების და ძალიან კარგი განწყობა იყო. მე ვგზნობდი სიყვარულს და მოდიოდა იქიდან მეგობრობა და სწორედ აქედან გამომდინარე გადავწყვიტე რომ გადავსულიყავი მეორე ტაიმში გადავსულიყავი მათ მხარეს და მე მგონი ძალიან კარგი მეგობრული თამაში გამოვიდა. ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ქართველებს ის რაც მოხდა წლების განმავლობაში, წლების წინ და უფრო მანამდე 20 წლის წინ ჩვენ შორის. ეს ყველაფერი უნდა ჩავაბაროთ წარსულს ერთხელ სამუდამოდ. და ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი დღეს რომ რეალურად დავიწყოთ ნდობის აღდგენა ჩვენ შორის. ჩვენ არ გვინდა ჩვენს ძმებთან, ოსებთან, აფხაზებთან ტრობა. ჩვენ გვინდა მათთან ძმობა. საინტერესო იყო, სიმბოლურად საინტერესო შეხვედრა გაიმართა, ამხანაგურის ტიპის შეხვედრა იყო და მე ვფიქრობ, მისასალმებელია ასეთი თამაშების ჩატარება. ჭიკაიძე საუკეთესო იყო კარებში, ძალიან კარგად ითამაშა, პრემიერი ბომბარდირი გახდა. თავდასხმა ძალიან ძლიერი იყო პრემიერის ხელმძღვანელობით, დემეტრაძე, ღარიბაშვილი, იაშვილი იყო წინ ძირითადად საუკეთესოები იყო. პირველ რიგში ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი. კარგი არის რომ ფეხბურთელებთან ერთად ჩვენ მთავრობის წევრებს გვიწევს თამაში, ჩვენ ძმებთან ერთად, ჩვენ ოს ძმებთან ერთად სპორტი აერთიანებს ყველას და ამიტომ ეს არის სპორტი პოლიტიკის გარეშე. დღევანდელ ამხანაგურ მატჩს სიმბოლური და მნიშვნელოვანი უწოდეს თავად ცხინვალის ლიახვის ფეხბურთელებმაც. მათი თქმით დღევანდელი დღე საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო და მიიჩნევენ რომ მსგავსი სპორტული ასევე კულტურული ღონისძიებები კიდევ უფრო დაახლოვებს მათ ქართულ ხალხთან. არაჩვეულებრივი იდეაა საერთოდ რომ კულტურამ და სპორტამ თავისი წვლილი შეიტანოს ამ მნიშვნელოვან ურთიერთობებში. ისტორიულადაც ესე იყო ყოველთვის ძალიან ბევრი კარგი სპორტსმენი და ფეხბურთელი ჩვენს რიგებში, ანუ ერთად როცა და კარგად ვიყავით, იმედია ამის იმედით ცხოვრობთ, რომ ისე გაგრძელდება და ოსეთი და საქართველო ისევ ერთ დროს ისყრა და ერთ გიმნასტიკას გამოვალ და ვითამაშებთ. ჩვენმა ქვეყანამ გადადგა ნაბიჯი ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ საფეხბურთო კლუბი ცხინვალის ლიახვი, რომლის შემადგენლობაშიც თამაშობენ ქართველი და ცხინვალიდან გამოსული ოსი ფეხბურთელები. რა ვიცი, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის ეს ნაბიჯები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ერთად ყველანი ერთობლივი ძალებით წარმატებას მივახცევთ. საინტერესო თამაში გამოვიდა. კარგი იქნება თუ ასეთი ამხანაგური შეხვედრები ხშირად ჩატარდება. ამხანაგური მატჩი დაახლოებით 1 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და როგორც უკვე აღნიშნეთ, თამაში 4-4 დასრულდა.